ჩვენ უკვე ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ამბებს აღარ ყვებიან მხოლოდ ადამიანები. ახლა ამბებს ქმნის კოდი ენა, რომელსაც არ აქვს ხმა, მაგრამ შეუძლია ზუსტად ის თქვას, რასაც ვფიქრობთ. ხელოვნური ინტელექტი მედიაში აღარ არის ტექნოლოგიური ფუფუნება. ის ყოველდღიური პროცესის თამდევი რეალობაა. AI უკვე წერს ტექსტებს, აგროვებს წყაროებს, აანალიზებს ტენდენციებს, თავაზობს სათაურებს და ხშირად swams იმ კითხვებს, რომელიც ადრე მხოლოდ რედაქტორის მაგიდაზე იბადებოდა. მაგრამ ამ პროგრესთან ერთად ჩნდება კითხვა, ვისი ხმა ისმის სინამდვილეში? რა რისკია, როცა ამბავს ყვება ალგორითმი და არა ადამიანი? რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ნამდვილი ემოცია, რომლითაც ჟურნალისტი იგებს, იკვლევს და გადმოსცემს, უბრალოდ ნეირონული ქსელის ლოგიკითაა ჩანაცვლებული. მაგრამ ჩვენ არ ვართ ტექნოფობები. ამიტომ სანამ ტექნოლოგია წინ მიდის, ჩვენ როგორც ჟურნალისტები და მაყურებლებიც არ უნდა დავრჩეთ უკან, არამედ უნდა დავინახოთ, ვის ემსახურება ეს ხმაურიანი პროგრესი და ვისი ხმა იკარგება მის ფონზე. დღევანდელ გადაცემაში ჟურნალისტიკას უყურებთ ახალი პერსპექტივით, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მეტოქე, არამედ ტესტი. ტესტი ჩვენი სანდოობისთვის, ტესტი ჩვენი სისწრაფისთვის და ტესტი იმისა, რამდენად გავბედავთ შევინარჩუნოთ ადამიანის ხმა ტექნოლოგიურ ხმაურში. ვერც ერთი ალგორითმი ვერ წყვეტს იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ვისვენდოთ, როცა ეკრანზე ვუყურებთ ამბავს, რადგან ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიის თემა. ეს არის შესაძლებლობასა და პასუხისმგებლობას შორის ბალანსის ძიება. ეს ბალანსია ადამიანურ ინტუიციასა და ალგორითმულ ლოგიკას შორის. და სწორედ ამ ბალანსში წყდება ის, თუ როგორი მედია გვექნება მომავალში. სწრაფი, მაგრამ ცარიელი, თუ პასუხისმგებლიანი და სანდო. აი ეს არის თემა. ეს თემა, ეს ტექსტი ხელოვნურმა ინტელექტმა დამიწერა, როცა მას თხოვე შეექმნა ჩემთვის გადაცემის შესავალი სიტყვა ხელოვნურ ინტელექტზე ჟურნალისტიკაში. საბოლოო ვერსია ასეთი გამოვიდა. ფაქტებით და ანალიზით საოცრად ცხადი რეალობა, რის წინაშეც აღმოჩნდით ჟურნალისტები და ზუსტად ამაშია საქმე. რისთვის უნდა ვიყოთ მზად და რას უნდა ვაკეთებდეთ უკვე, რა უნარები შევიძინოთ და განვავითაროთ, რომ შიში, რომელმაც დაისადგურა ადამიანებში ხელოვნური ინტელექტის ამოუცნობი და განუსაზღვრელი უნარების გამო გაქრეს. უნდა გვეშინოდეს თუ არა და რა პერსპექტივა აქვს AI-ის ჟურნალისტიკაში, ამაზე განვითარებული ქვეყნების მედია პროფესიონალები უკვე მსჯელობენ და მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია ფრედერიკ მარაიანი, რომელიც მოწინავე ჟურნალისტური ტექნიკების ლექტორია ანტვერპენის უნივერსიტეტში და რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა BSU-ში, ის შეხვდა სტუდენტებს და ესაუბრა ამ თემაზე. AI-ის მონაცემებზე დაფუძნებული ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა ეს იყო მისი თემა და აი ამ პროცესის სანდოობის საკითხი. ფრედერიკთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ასევე გადაცემის მსვლელობის დროს მოусმენთ სტუდენტებსაც, რომლებიც ფრედერიკის ლექციას დაესწრნენ, ისინი BSU-ში სწავლობენ ჟურნალისტიკას. შეგვიძლია ჯერ ფრედერიკ მარაიანთან ინტერვიუ ვნახოთ და შემდეგ სტუმართან გავშლით ამ თემას. ინგა შამილიშვილი, BSU ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელია, ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოდით ვისაუბროთ, რა არის ხელოვნური ინტელექტის მომავალი ჟურნალისტიკაში. შიშობ გამიჭირდება ზუსტი პასუხის გაცემა თქვენს კითხვაზე და ვფიქრობ, არავის შეუძლია ახლა ეს. თუმცა, ერთი რაც ყველამ ვიცით, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეჩერება. ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შეცვალა პროფესიული ჟურნალისტიკა და ასევე განათლებაც ჟურნალისტიკაში. AI ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინსტრუმენტია მედიაში. შენ ყავს ჭკვიანი პერსონალური ასისტენტი, ტუტორი, რომელიც გეხმარება შექმნა მედია კონტენტი, გააკეთო ანალიზი, მოიკვლიო მასალების სწრაფად, სხვადასხვა რთულად მისაწვდო მასალებში, რაც აქამდე რთული იყო და ბევრი დრო სჭირდებოდა. ხელოვნური ინტელექტი 24 საათის განმავლობაში შენს განკარგულებაშია და შენ შეგიძლია ურთულესი ანალიზი გააკეთო, ისე რომ დედლაინზე არ ინერვიულობ. სისწრაფე არის AI-ის მთავარი პლუსი, რაც სტუდენტების და მედია პროფესიონალების პროდუქტიულობას ზრდის. აი მაგალითად, აუდიო ჟურნალისტიკას ძალიან გაუმარტივა შრომა, როცა ხანგრძლივი აუდიო ჩანაწერის სკრიპტად გადაქცევას ახლა რამდენიმე წუთი სჭირდება და არა საათები. მაგრამ რამდენად სანდოა ეს ინსტრუმენტები?
აუდიო ტრანსკრიფციას ნამდვილად უნაკლოდ აკეთებს. ვიცით, რომ New York Times-ი აქტიურად იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს და ერთ-ერთი პირველები იყვნენ ამაში. მაგრამ ვიცით, რომ მათ დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაცრად გაკონტროლება რიგ შემთხვევებში. რატომ? რა რისკები დაინახეს თქვენი აზრით? ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვიცნობ, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ახლავს რისკები. აქვს მას ფაქტობრივი ცდომილებები. AI-ისაც სჭირდება გადამოწმება, ისევე როგორც მაშინ, როცა რესპონდენტის ნათქვამს ვამოწმებთ ჟურნალისტები. თუმცა გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის სხვა უამრავ შესაძლებლობას იძლევა და მედია კომპანიებმა დაიწყეს მისი საშუალებით ერთგვარი ექსპერიმენტები. ერთ-ერთი ასეთი იყო შვედური ონლაინ გამოცემა, რომელმაც არჩევნების დროს ამომრჩეველ შესთავაზე ხელოვნური ინტელექტისთვის დაესვათ შეკითხვები, სანამ არჩევანს გააკეთებდნენ. ამ ექსპერიმენტმა ძალიან გაამართლა და მოსახლეობასაც ძალიან მოეწონა ის. ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენონ? საფრთხეები ახლავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და ვისწავლოთ გამოცნობა, რამდენად მანიპულაციურია მისი პასუხები. For me it's more reliable Google system. მოდით Google და ხელოვნური ინტელექტი შევადაროთ. მაგალითად, ჩემთვის Google რატომღაც უფრო სანდოა ჯერჯერობით. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის Google-ის პლუსები და AI-ის უპირატესობა? Google is as reliable as the page. Google სანდოა იმდენად, რამდენადაც ის ეფუძნება მის წიაღში დაგროვილ მონაცემებს და თქვენ იცით, რომ ინტერნეტში ყველა ინფო სანდო ნამდვილად არ არის. ხელოვნური ინტელექტი გაძლევს რთულ კითხვებზე ბევრად კარგ პასუხს ვიდრე Google. უკეთეს ანალიზს და კვლევას, რასაც Google ვერ გაძლევს. Google უფრო ლინკებისთვისაა. თუ გინდა კონკრეტული ლინკი კონკრეტული ინფოსთვის, Google ჯობია, მაგრამ ამ ინფოს მოცემა ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია. გააჩნია რომელ ვერსიას იყენებ და შეკითხვას როგორ უსვამ. და ზოგადად სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, ჟურნალისტებისთვის მთავარი უნარი არის ის, რომ იცოდე რა გაინტერესებს და შენი კითხვის შესაბამისად გადაწყვიტო, რომელ პლატფორმაზე ეძებო პასუხი. For which question they are going to use which platform. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეთიკურობის საკითხი, როცა ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ მედიაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? უზარმაზარი პრობლემაა ეს. ამიტომ ვახსენე ბევრჯერ, რომ გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ანალიტიკურ ტექსტებზე მუშაობს ჟურნალისტი, AI-ის საშუალებით შესაძლოა სხვისი ნაშრომიდან მოგცეს პასუხი, რაც შესაძლოა პლაგიატი გახდეს. თქვენ სტუდენტებს რას ურჩევთ ხოლმე AI-ის გამოყენებაზე? ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. ისინი სკეპტიკურები არიან, დიახ და მართლებიც არიან, თუმცა არ წარმომიდგენია სამყარო ახლა, სადაც ჟურნალისტი იტყვის, რომ არა ხელოვნურ ინტელექტს არ გამოვიყენებ. რას ფიქრობთ, ხელოვნურ ინტელექტს რა ნაწილში შეუძლია შეცვალოს ცოცხალი ადამიანი ჟურნალისტი? That's probably it's a good question, but ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აუდიტორიაც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მაგალითად წლების წინ, როცა Google-მა უფრო ჭკვიანები გახადა ჩვენი მომხმარებლები, როცა მათ შეძლეს გადაემოწმებინათ ჟურნალისტური პროდუქტი, ახლა ხელოვნურმა ინტელექტმა ეს მოთხოვნა უფრო გაზარდა. ისინი ითხოვენ უფრო სიღრმისეულ ანალიზს და ჟურნალისტებს ისევ AI-ის მხარდაჭერით შეუძლიათ ინფორმაცია იყოს უფრო ხარისხიანი და სწრაფი. ჩემს სტუდენტებს და ჟურნალისტებს ურჩევ, ნუ იქნებიან კრიტიკულები ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, იყვნენ კრიტიკულები საკუთარი უნარების მიმართ. Judge for yourself. თქვენ უსმენდით ფრედერიკ მარაინის ინტერვიუს, მოკლე ინტერვიუს, მოწინავე ჟურნალისტური ტექნიკების ლექტორი არის ის ანტვერპენის უნივერსიტეტში და ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბათუმის უნივერსიტეტში. ძალიან საინტერესო შენიშვნები და ესეთი მესიჯები ჰქონდა ფრედერიკს და სტუდენტებს ალბათ შეუძლიათ შემდგომ უკვე ნახონ მისი ინტერვიუ ის გულდასმით. ეხლა კი უნდა მივესალმო ჩვენი სტუდიის სტუმარს ინგა შამილიშვილი, ჟურნალისტიკის პროგრამების კოორდინატორი ბესეუში, ასევე ასოცირებული პროფესორი
პროფესორი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა. თქვენი მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს კი ბატონო. მედია შეიძლება უამრავი სხვა პრობლემაც ქონდეს ამ მოცემულობაში განსაკუთრებით, თუმცა დღევანდელი თემა, რადგან ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტი მედიაში არ არის უმნიშვნელო ვიტყოდი და რადგან ჩვენ მოგვეცა ესეთი მიზეზი, რომ ამაზე ვრცლად გვესაუბრა და თან კარგი სტუმრების მონაწილეობით ფრედერიკს გულისხმობ, რატომაც არა. მოდით გითხარით, ფრედერიკი და კიდევ სხვა სტუმრები თქვენი მოწვევით იყვნენ ბათუმის უნივერსიტეტში, რა იყო მიზანი და რა გამოცდილებების გაზიარებაზე არის საუბარი. ჩვენ ახლა განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა. ბატონი ფრედერიკი გახლავთ ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი და ის რომ ხელოვნური ინტელექტის თემა ჟურნალისტიკაში უკვე აქტუალურია, ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ ის ჩამოსულიყო ბათუმში და ჩვენი სტუდენტებისთვის, აგრეთვე ჟურნალისტიკის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის ჩაეტარებინა ლექცია, უпростоრად ვორქშოპი, იმიტომ რომ მან ყველა ის შესაძლებლობა გაშალა აი ამ პრეზენტაციის დროს და მიდიოდა დისკუსიის რეჟიმში, ეს არ იყო მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში მიმდინარე პროცესი. ამიტომ მან ძალიან კარგად აჩვენა სტუდენტებსაც და ყველა დამსწრე საზოგადოებას თუ რა როლი შეიძლება ეკისრებოდეს ჟურნალისტიკაში სწორედ ხელოვნურ ინტელექტს. ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, საინტერესო ადამიანია, აქვს ნამუშევარი ჟურნალისტად და ასევე მე სტატუსისთვის თქვი რომ მოწინავე ჟურნალისტური ტექნიკების ლექტორია, თუმცა მონაცემთა ანალიტიკას ასწავლის პრაქტიკულ ჟურნალისტიკას, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადიოში ნამუშევარიც აქვს და ანუ ბევრი მიმართულებით აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და ხელოვნური ინტელექტზე მუშაობს ამ ბოლოს. საინტერესო იყო მის მოსმენა ძალიან აი სტუდენტების კომენტარებსაც მოვისმენთ მოგვიანებით და ვნახავთ რამდენი რამე არ იცოდნენ ბავშვებმა ჯერ კიდევ რომელიც ფრედერიკმა თქვა. თითქოს ხელოვნური ინტელექტი უკვე სტუდენტებისთვისაც აღარ არის ახალი ხილი და ისინი მაინც იყენებენ გარკვეული პლატფორმებს იმისთვის რომ რაღაც გარკვეული დავალებები შეასრულონ, მოიძიონ. თუმცა ჯერ სერიოზული მიზნებით არა. თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ სერიოზული მიზნებით არა, მაგრამ თუ კი საუბრობთ ჩვენ ამ ხელოვნური ინტელექტზე უნდა ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებაში, ყველა აი მაგალითად ჯანდაცვაში, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ხელოვნური ინტელექტის ჩართვა და ბევრ სხვა მიმართულებაში. ამიტომ ჟურნალისტიკა როგორც მუდმივად პროგრესირებადი სპეციალობა და სწორედ სიახლეებზე ორიენტირებული სპეციალობა აუცილებელია სწორედ მსგავსი სიახლეების შემოტანა ჩვენს რეალობაში. თუ არა, ვინ მაგალითად თუ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მზად არიან ჩვენ გარკვეული ვორქშოპები ჩაგვიტანონ და გაგვაცნონ სწორედ ის მიმართულებები, რომელიც დღეს ევროპაში ჟურნალისტიკის განვითარებაში და განათლებაში არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენს ვგეგმავთ, რომ ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უნდა დაინერგოს სწავლების პროცესში, ვინაიდან არ შეიძლება ჟურნალისტიკის პროგრამა შეიქმნას და იქ გაჩერდეს. ის მუდმივად ცვალებადია, მუდმივად უნდა იღებდეს ახალს. ადაპტირებაზე მინდა და მეკითხა, რადგან ეს კურიკულუმი ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე შექმნილი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით და ჩვენი გადაცემა ამ ყველაფერში თავიდანვე იყო რაღაც დამკვირვებლის და თანამონაწილის როლში და მე ძალიან მახარებს რომ ამ უცხოური გამოცდილებების გაზიარების საშუალება არის და აქვს ჩვენ სტუდენტებს. გითხარით აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე როცა ვსაუბრობთ, რა ფორმით არის შესაძლებელი კურიკულუმებში მისი ჩასმა. აი ფრედერიკსაც ვკითხები სხვათა შორის რომ როგორ ჯობია თქო ცალკე საგნად ისწავლებოდეს ხელოვნური ინტელექტი თუ თქვენ როგორ ხედავთ თქო რომ სხვა საგნებშიც ან ყველა საგანში ჩავშალოთ ხელოვნური ინტელექტის სწავლება. თქვენ როგორ ხედავთ ამას და კიდე აქვე მინდა ვკითხოთ თუ გაქვთ მხარდაჭერა თვითონ BSU-ს ხელმძღვანელობისგან რომ აი ამ სიახლებთან ადაპტაციას სჭირდება რესურსი თუ არის ამის მზაობა უნივერსიტეტში.
თქმა უნდა, უნივერსიტეტი მზად არის და ყოველთვის გამოხატავს აი ამ დამოკიდებულებას, მზაობას ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში ესე იყო და მე ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ აქტიურ თანამშრომლობას და ამავე დროს მზად არის, რომ ყველა ის სიახლე, რაც ევროპულ განათლების სისტემაში არსებობს, ჩვენთანაც დავნერგოთ. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ და სწორედ მათი მოწვევაც ერთგვარად წარმოადგენდა, რომ არ ყოფილიყო ადმინისტრაციის დახმარება, ძალიან რთული იქნება სწორედ ამ რანგის და ამ შესაძლებლობების მქონე ადამიანების შემოყვანა ჩვენს უნივერსიტეტში. ამის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე განათლების სისტემა, მის არსებობა აი ამ თანამშრომლობას გულისხმობ და ამავე დროს ერთ რამესაც ვიტყვი, რომ კურიკულუმს რაც შეეხება, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ შევცვალოთ რაღაც ახალი შევიტანოთ სასწავლო პროცესში. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ მაინც და ფრედერიკთან საუბრის დროსაც ჩვენ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, შესაძლებელია ცალკეულ საგნებში, ცალკეულ დისციპლინებში ჩაშენდეს რაღაც კონკრეტული თემები, რომლებიც იქნება სწორედ აი ამ მიღმული სწორედ ინტელექტის. მოდით ეს ძალიან წვრილად გეკითხებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სტუდენტებს დააინტერესებთ ეს ამბავი. რის მიხედვით იქნება, მაგალითად შესაძლოა ფრედერიკის რეკომენდაცია იყოს, რომ ყველაფერში თანაბრად ჩავშალოთ, იმიტომ რომ მისი შთაბეჭდილება სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ როგორი იყო, ამან განსაზღვრა ბევრი რაღაც და მოდით ეხლა ბარემ სტუდენტებსაც მოусმინოთ, რას ფიქრობენ ისინი და რატომ დარჩა ფრედერიკს ეს შთაბეჭდილება. უბრალოდ ერთ რამესაც დავამატებ, ჩვენ როდესაც სამაგისტრო პროგრამაზე ვმუშაობდით, სამაგისტრო პროგრამას ქვია ციფრული მედია და უკვე ნიშნავს, რომ იმ სწორედ ახალი უნარების სწავლება შემოვიტანეთ ჩვენ ამ პროგრამაში, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და უკვე საბაკალავრო პროგრამაშიც შესაბამის სიახლეებს, რომელიც არის დანერგილი ჩვენ პარტნიორ უნივერსიტეტებში შემოვიტანეთ. კი ბატონო, მოდით მოусმინოთ სტუდენტებს, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ჩავწერეთ ჩვენ ფრედერიკ მარაინის ვორქშოპის შემდგომ, რას ფიქრობენ ისინი ხელოვნურ ინტელექტზე და როგორ არიან განწყობილები, ისინი თუ იყენებენ საერთოდ. ნახოთ ახლა ეს მცირე კომენტარები. რამდენად შესაძლებელი იქნება კონკურენციაში შესვლა ჟურნალისტიკაში, თუ შენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ იცი და ამ ინსტრუმენტების გამოყენება? ეს კონკურენციის გაწევა ცოტა კომპლექსური თემაა, იმიტომ რომ 50%-ია, იმიტომ რომ ვიცი რომ განუსაზღვრელი პერსპექტივა აქვს ChatGPT-ს და ყოველ კვირა გამოდის ახალი ვარიანტი AI-ის და ადამიანები ვერ ეწევიან. ანუ ეს ყველა განახლებული პარტია უბრალოდ განუსაზღვრელი გამოდის და ხალხი ვერ ეწევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, უნდა შევთავაზოთ. შეიძლება გამოვიყენოთ და პლუსებიც აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა გადანერგოს, ასე ვთქვათ, ეს უშუალო კომუნიკაცია, რაც სოციუმთან გვაქვს. უფრო მეტად გასართობად ვიყენებ ChatGPT-ს, ვიდრე ინფორმაციის ან დავალების დასაწერად. შესაბამისად, არ ვარ დიდად, რო ვთქვათ, დაინტერესებული მომხმარებელი. თუ გამოვიყენებთ მას სწავლის პროცესში, არსებობს რა თქმა უნდა რისკები და არის პლუსებიც და მინუსებიც. პლუსი არის ის, რომ ალბათ პლაგიატის სისტემაზე ეს ყველაფერი არ ჩანს, რომ შენ გამოიყენე ChatGPT დავალების დასაწერად, მოკლედ რო ვთქვათ. თუმცა არ ის ალბათ ჩემი აზრით იწვევს დამოკიდებულებას, რის გამოც შეიძლება დაქვეითდეს სტუდენტის აკადემიური მოსწრება. რადგან აზროვნების უნარის შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი ცდილობს ადამიანური რესურსის ჩანაცვლებას. ჟურნალისტიკაში რაც შეეხება მის გამოყენებას, რომ ვთქვა, რომ უდიდესი მომხრე ვარ თქვა რა, ალბათ 50-50-ზე ვარ, იქნება რაღაც პლუსები, თუმცა უფრო მეტ მინუსებს ვხედავ და რისკებს. ინტერნეტში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელოს, ეგრეთ წოდებული fake news-ები, რის გადახარისხებად ძირითადად იაფასიან პროგრამებს არ შეუძლიათ. მით უმეტეს საქართველოში ახალ შემოსულია ეს ყველაფერი. ბატონმა ფრედერიკმა ახსენა, რომ ChatGPT მოძველებულია, ჩვენთან კი პირიქით, ნუ ახლა შემოვიდა, ახლა გახდა აქტუალური. შესაბამისად, ჩვენ სტუდენტები ხშირად ვიყენებთ ChatGPT-ს, ოღონდ ყველა სხვადასხვა განხრით. მაგალითად, მე ვიყენებ როგორც ფსიქოლოგს, ვეკითხები რაღაც რჩევებს, თუმცა როდესაც სწავლის მხრივ სჭირდება ხოლმე ChatGPT-ს გამოყენება, ChatGPT ვერ მაძლევს
მყარ ინფორმაციას, იმიტომ რომ მქონდა მომენტები, როდესაც გადავამოწმე, ვიცოდი დაზუსტებით რაღაცას პასუხი, თუმცა მან ვერ მომაწოდა ის ინფორმაცია, რაც მე მჭირდებოდა. შესაძლებელია დაგეხმაროს ინფორმაციის მოძიებაში, გადახარისხებაში, მოგცეს რაღაც კონკრეტული მითითებები, მაგრამ ის, რაც ადამიანს სჭირდება, ჰუმანურობა, ურთიერთობები, ამ ყველაფერს ChatGPT ვერ გააკეთებს. მოკლედ, აი ამ სამი სტუდენტის პასუხები შეიძლება არ იყოს რაღაცა კრეფსითი სახე, რა ხდება ჟურნალისტიკის სპეციალობას და რამდენად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ეს მოსწავლეები, სტუდენტები არც მალავდნენ პრინციპში, რომ სკეპტიკურად არიან განწყობილები და არ ენდობიან ხელოვნურ ინტელექტს და აქვე ფრედერიკის ნათქვამი და გავიმეორო, რომ არ წარმომიდგენია, რომ ამ დროში ჟურნალისტმა თქვას, რომ არა, მე არ გამოვიყენებ ხელოვნურ ინტელექტსო. და ეხა მინდა ესე ვთქვათ, რომ ხომ არ გახდება საჭირო, რომ აი ამ სტუდენტებს რომ შევაცვლევინოთ ეს განწყობა, ამაზე კიდევ ცალკე სამუშაო იქნება. ადამიანურ რესურსზე მინდა გკითხოთ, ვინ შეიძლება ასწავლოს თუ გყავთ ადამიანები, ვისაც ჟურნალისტიკაც ესმით და ტექნოლოგიურ სიახლეებსაც კარგად უწყობს ფეხს. ტექნოლოგიური საკითხები ამ შემთხვევაში დისციპლინები ჩვენთან ანუ ტექნოლოგიებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პროგრამაში არის ჩაშენებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკის სწავლების ევროპულ ასოციაციასთან კავშირი ჩვენი და თანამშრომლობა, იმიტომ რომ სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით იყო ბატონი ფრედერიკი ჩვენთან ბათუმში, მოგცემს იმის საშუალებას, რომ გარკვეული პრაქტიკული უნარები შევიძინოთ ამ თვალსაზრისით, შესაბამისი ტრენინგების პერიოდში შეგვიძლია გავგზავნოთ ადამიანები ჩვენგან, რომლებიცაც შეეძლებათ სწორედ ეს უნარები განევითარონ და ამის შემდეგ თქვათ ჩვენ ეს ყველაფერი ჩავსვათ ჩვენ სასწავლო პროგრამაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო გავაღმავებ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ თავად ბატონი ფრედერიკი მზად არის თუ გინდ თქვათ ინსტანციურ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში გაგვიწვიოს ჩვენ ერთგვარად თანამშრომლობა განვახორციელოთ და ამიტომ ვთვლი რომ ადრე თუ გვიან მიუხედავად სტუდენტების გარკვეული სკეპტიციზმისა, ამავე დროს თვითონვე გადაამოწმეს, ხო, ინფორმაცია. ეს ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შესაძლებელია ChatGPT მოგცეს ჩვენ ძალიან ბევრი მასალა, მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ, სისტემატიზაცია გავაკეთოთ და გადამოწმება არის. გადამოწმება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ანუ თუ კი ვფიქრობთ ეთიკური და დაბალანსებული მედიის არსებობაზე, აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება, რა თქმა უნდა. იგივე უნდა გავაკეთოთ ხელოვნურ ინტელექტს. ტექნიკურად რა პლუსები და მინუსები აქვს ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას მედიაში? ამასთან ჩვენ მომდევნო სტუმართან ვისაუბრეთ, ანუ ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ ბოლოს არ შემიძლია რომ არ გკითხოთ თქვენ თუ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, თქვენი დამოკიდებულება როგორია, როგორ ხედავთ ხელოვნურ ინტელექტის პერსპექტივას? ანუ მაგალითად შესაძლებელია რომ ჟურნალისტიკაშიც რაღაც გარკვეული საქმიანობის ჩანაცვლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის მიერ და თქვენ მოგიწიოთ მერე კურიკულუმის და შინაარსის გადახალისება. ანუ ესეთი მოლოდინი გაქვთ თუ არა? თუ თქვენ შიშით უყურებთ თუ სკეპტიკად როგორ ხართ განწყობილი? ყოველთვის ყველანი ალბათ სიახლესთან ცოტა შიშით უყურებთ ყველა სიახლეს, თავის დროზე ვთქვათ კომპიუტერიც რო შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, ვფიქრობდით რომ ეს იყო მიუღწეველი და თუმცა დღეს ის ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ამიტომ ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება სწორედ აი ამ ხელოვნურ ინტელექტთან და მართალი გითხრათ ვიყენებ, თუმცა ალბათ ჯერჯერობით მხოლოდ სამოყვარულო ეტაპზე ვარ, თუმცა ფრედერიკის თან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ვერსიებზე ისაუბრა მან, აგრეთვე ფასიან, არაფასიან და თავისუფალ ვერსიებზე. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ალბათ მეც შემოვიტან აი ამ თემას იგივე ჩემ კურიკულუმში, არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, იგივე ვთქვათ ლიტერატურაში, კულტუროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
ბევრი ინფორმაციის შეკრება შესაძლებელია სწორედ აი ამ ტექნოლოგიით განვახორციელოთ, თუმცა რა თქმა უნდა მე მგონი ადამიანური ფაქტორი ჟურნალისტიკაში მაინც უპირატესია. ცხადია და ამაზე მე მგონი კითხვას არც არავინ არ სვამს ადამიანს შეცვლის თუ ვერა ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავთ ჩვენი განცემის სტუმარი. იმედი მაქვს რომ თქვენი სტუდენტებისთვის იყო დამაიმედებელია საინტერესო ანონსი რომ BSU-შიც იქნება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის და მისი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ინგა შამილიშვილი იყო ჩვენი განცემის სტუმარი, ჟურნალისტიკის პროგრამების კოორდინატორი BSU-ში, ამ შემთხვევაში და ასოცირებული პროფესორი ცხადია. ეხლა კი მორიგ სტუმარს უნდა შევეხმიანოთ ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ ნათიამ კარგად იცის ქართული მედიის შესაძლებლობები და გამოწვევები, მედიისთვის და არა მხოლოდ წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გაეცნონ. ორ კურდღელს დავიჭერთ ერთდროულად ალბათ, შეიძლება სამსაც, არ ვიცი, მივესალმოთ სტუმარს. საღამშვიდობის. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა. თან ვისმენდი თქვენ სტუმარს, ვუსმენდი, არ გამიკვირდა, ძალიან გახარებული ვარ იმ სიახლეებით, რაც ბათუმში ხდება ხელოვნური ინტელექტის არა მხოლოდ გამოყენების, არამედ სწავლების მიმართულებით და ვილოცავ ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებს აი ამ შესაძლებლობას. კი ბატონო, იმედი მაქვს რომ რეალობამდე ბევრი არაფერი დარჩა და შესაძლებელი იქნება რომ რეალურადაც ისწავლებოდეს უკვე BSU-ში ხელოვნური ინტელექტი. მოდით ზოგადად ხელოვნური ინტელექტზე ვისაუბროთ, არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, არამედ განათლების მიმართულებითაც. აი AI ჟურნალისტიკაში და მონაცემებზე დაფუძნებული ჟურნალისტური პროდუქტების შექმნა. რაღაცა ცოტა შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ რთული ის არის ფრაზა. რა ვიცით ამის შესახებ და ეხლა თქვენი ინფორმაციით რამდენად იყენებს ქართული მედია ხელოვნურ ინტელექტს საქართველოში? რას ფიქრობთ? არა მხოლოდ ქართული მედია, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. საიდან ვიცით ჩვენ ახლა საიდან გვაქვს ეს ინფორმაცია? პირველ რიგში 2024 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ უმასპინძლა საერთაშორისო სკოლას, ვანიფრა არსებობს ეგეთი საერთაშორისო მედიური გაერთიანება. მას ჰქონდა საერთაშორისო სკოლა AI Newsroom-ში და ხელოვნური ინტელექტი როგორ გამოიყენება newsroom-ებში. აქ ჩვენ მასპინძლობდით 20-მდე ქართულ მედია ორგანიზაციას და უკვე 24 წლის დასაწყისში, 1 წლის წინ შეგვიძლია ვთქვათ, ვიყავით გაოგნებული, რამდენად წინ იყო წასული ქართული მედია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით, ის უსწრებდა სხვა ქვეყნების მედიებს. იმიტომ რომ აქ რამდენიმე მიზეზია, რატომ ხდება ეს. ჩვენ სიახლეების ატაცება გვიყვარს, თუმცა სანდობის თვალსაზრისით რესურსები არის შეზღუდული და ამიტომ ყველა ეძიებს გაიოლებას საქმის, იმისთვის რომ გამარტივდეს საქმე და შენი დრო სხვა რამისთვის ასევე გამოიყენო, რაც საქმეში გჭირდება და ამიტომ იყო გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი. ეხლა რატომ ვიცით რომ სხვა სექტორებშიც გამოიყენება და განსაკუთრებით განათლების სექტორში? მე როგორც ლექტორს უკვე მქონია შემთხვევები რომ მიცნია 2 წლის წინ უკვე ტექსტები რომელიც იყო შექმნილი ხელოვნური ინტელექტით და სტუდენტს ჰქონდა როგორც დავალება და ასევე რადგან სამი შვილი მყავს და სხვადასხვა თაობის არის, ვიცი მათ მაგალითზე რომ ახალი თაობა უფრო იოლად, როგორც ამ ტექნოლოგიების ერთგვარი აბორიგენი მოსახლეობა გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტს, ცოტა ჩამორჩენა აქვს ლექტორებს და მასწავლებლებს და ეს ჩამორჩენა არის ამოსავსები, იმიტომ რომ პროგრამულადაც, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის პლაგიატის პროგრამა ჯერჯერობით ისეთი დახვეწილი მაინც ვერ არის, რომ ამოიცნოს ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ეს ტექსტები თუ ადამიანმა, იმიტომ რომ მაგალითად მე შესავალში ეხლა რა ტექსტით წავეკითხე სპეციალურად დავაწერინე ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ეს არ იყო რაღაცა ერთი შეკითხვის პასუხი, ეს იყო რამდენიმე შეკითხვის პასუხი, ჩაზუსტება, დარედაქტირება და საბოლოო ვერსია, აი რაღაცა 10-15 წუთიანი შრომის შემდეგ გამოვიდა ისეთი, რომელიც აბსოლუტურად უნაკლო იყო ჩემი აზრით და ამბობდა ყველა იმ სათქმას, რაც აქვს ხელოვნურ ინტელექტს სათქმელი დღეს ქართული მედიისთვის. ქალბატონათია, რა მინდა გკითხოთ? აი
წამყვანი მედია საშუალებები, სოფლის წამყვანი როგორ გონია თქვენი არის ეს ტექსტი თუ ხელოვნური ინტელექტის? აქ დოზირებას გააჩნია და აი, ნახეთ, ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩემი შრომაც არ არის დასაკარგი, იმიტომ რომ სწორი კითხების დასმა არის მნიშვნელოვანი. არ არის, თქვენ, დოზირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისი არის გამომცხვარი ხაჭაპური იმ ტექნიკების, რომელსაც ვიყენებთ ამ ხაჭაპურის გამოსაცხობად თუ ადამიანით, რომელიც მას აცხობს. ამიტომ სწორედ ასე შეგვიძლია ამას მივუდგეთ. აქ მთავარი არის, რომ გამოყენებული წყაროები, რაც კი ამ შინაარსში იქნა გამოყენებული იყოს გამხელილი აუდიტორიისთვის, დანარჩენი, ვინც მართავს ხელოვნურ ინტელექტს, ის არის სწორედ ავტორი იმ შინაარსის, რომელსაც ის ქმნის. ისევე როგორც როცა ჩვენ ვაკეთებთ კომპილაციურ ანალიზებს გარკვეული ტექსტებიდან, რა თქმა უნდა, ანალიზის ავტორები ვართ ჩვენ, კომპილაციური ტექსტები, საიდანაც მოგვაქვს, იმ ტექსტების ავტორები არიან ისინი, ვინც არიან და წყაროების დასახელება, გამჭვირვალობა ზოგადად, როგორ გააკეთე შენ ესა თუ შინაარსი, არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, თუმცა გეთანხმებით, რომ პლაგიატი დარჩება წლების განმავლობაში მთავარ დილემად, რომელიც კი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაგვახსენდება. კი ბატონო, და ეთიკურობის, ანუ ერთიკურობის საკითხს, როცა მედია პროფესიონალები, აი ჩვენი ვიდეოს მონაწილეც ფრედერიკი საუბრობდა, ჩვენ ძალიან რთული არის იმის ამოცნობა, აქვს თუ არა ადგილი მაგალითად სხვისი საკუთარი ტექსტის და ასე შემდეგ, არა მხოლოდ ტექსტის მითვისებას ადგილი და ამ მხრივ შესაძლოა ძალიან არაეთიკური იყოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ის რო თავი დავიზღვიოთ ამ რისკებისგან ბევრი არის სამუშაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მიზეზი, რის გამოც მაგალითად New York Times-ი ვახსენეთ ჩვენ, რომ New York Times-ი ძალიან ჩართული იყო თავიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მაგრამ შემდგომ უკვე ძალიან გაამკაცრეს ამის გამოყენება და შეზღუდეს ბევრ ნაწილში. იყო თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ეს, თუ იცნობთ ამ საქმეს New York Times-ის შემთხვევაში? New York Times-ის кейსი კი ცნობილია, ისე როგორც ეს кейსი შეტანილი გვაქვს უკვე გაიდლაინში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტისთვისაც უახლოეს ხანში იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ განვაახლეთ ონლაინ მედიის სასწავლო მოდული, რომელიც ასევე იცით რომ საერთო პროგრამა გვაქვს TSE-ს და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ონლაინ მედიის AI უკვე არის გაკეთებული, AI-ია და ამას ჩვენ გაუზიარებთ უახლოეს ხანში ბათუმის უნივერსიტეტს, აქაც შესული არის New York Times-ის кейსი. თუმცა აქ უნდა გითხრათ, რომ New York Times-ი თავის შიდა ხელოვნურ ინტელექტებს ავითარებს ძალიან ძლიერად, იმიტომ რომ იცის, რომ მისი პრიორიტეტი მათ შორის არის ჟურნალისტების შრომის დაზოგვა და სხვა რამეში გამოყენება იმ დროის, რომელიც მათგან ჭირდებათ, იმას რაც ვერ ჩაანაცვლოს მათთან იქნება სწორედ უმეტესწილად საველე სამუშაოები და რეალურ წყაროებთან მუშაობა, დანარჩენები შეიძლება გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა. შეზღუდვები დაიწყეს საერთაშორისო მედიებმა იმ კუთხით, რომ ისინი თავის შექმნილ ტექსტებს ნაკლებად უზიარებენ, უბრალოდ ცდილობენ, რომ სხვა ხელოვნურმა ინტელექტებმა არ გამოიყენოს, როცა რამე სამუშაო კეთდება. ამ მიმართულებით ცდილობენ ისინი ამ შეზღუდვების გაკეთებას. ჩვენ ცოტა წინ წავედით და მათ შორის რაც გავაკეთეთ უახლოეს ხანში რეგიონულმა მედიებმა ერთად არის სპეციალური გვერდი, პირველი მედია, რომელიც როგორც აგენერირებს წერს, ისე ავრცელებს ქართულ ენაზე ჟურნალისტურ პროდუქტს AI News-ში, რომელიც შეუძლია ჩვენმა აუდიტორიამაც ნახოს. ოღონდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაზღვეული გვაქვს თავიდან ბოლომდე ეთიკური მხარე, იმიტომ რომ გამორიცხულია პლაგიატი, არის პირდაპირ მითითება და საავტორო უფლებებით არის დაცული ყველა ტექსტი, რომელიც კი გამოიყენება ამ შემთხვევაში ჩვენი პლატფორმის მიერ და ამ კუთხითაც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოც არის წინ იმ კუთხით, რომ აქვს პირველი სრულად AI-ზე დაფუძნებული მედია, რომელშიც ჟურნალისტების მონაწილეობა არის რედაქტირება და გადამოწმება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც ზოგადად გააჩნია ჟურნალისტებს და მოდით ტექნიკურად რო უთხრათ მაყურებელს ტექნიკური დეტალების დონეზე, როცა მედიის მიმართულების განათლებაზე და სწავლებაზე ვსაუბრობთ, რა არის ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პლუსები და მინუსები? მე ეს შეკითხვა დააუსვით თავად ხელოვნურ ინტელექტსაც და პლუსებში მითხრა, რომ აი მედია კრიტიკის სწავლების პროცესში არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან კარგი. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოყენებული იქნას დეზინფორმაციის, ანუ deepfake-ების და манипуляციის მაგალითების გასაანალიზებლად. რო ინტერაქციული სწავლების დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არის ძალიან კარგი, რო კრეატიულობა და ინოვაცია
შეიძლება შემოიტანოს სწავლების პროცესში და ასე შემდეგ რისკებზეც მითხრა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი რისკი არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების დაქვეითებაო და ეს არის საკამათო ამბავი. თქვენი ვერსიები მითხარით, თქვენი გამოცდილებით, თუ მაგალითად BSU, TSU და სხვა უნივერსიტეტები ჩადებენ აი ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, სწავლებას და ასე შემდეგ საგანმანათლებლო პროცესშიც რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და რა პლუსებიც შეიძლება გქონდეს ამ ამბავს. პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ ყველა ეს უნივერსიტეტი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, უბრალოდ ეს არ არის ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, თქვენ ახსენეთ პლაგიატის პროგრამა, ესეც ხელოვნური ინტელექტია. აბა როგორ ამოიცნობს ახლა პლაგიატი თუ არის, თუ არა ხელოვნური ინტელექტი. ხო, ანუ ტექნოლოგიაა, რომელიც ჩვენს მაგივრად აზროვნებს. შეფასების სისტემები გვაქვს, რომელიც ჩვენს მაგივრად ასრულებს, საშუალო ქულები გამოყავს. ძალიან ბევრი ავტომატიზირებული პროცესი გვაქვს. ანუ არაფერი ახალი არ ხდება. უბრალოდ ხდება ტექნოლოგიის გაუმჯობესება და პირიქით, რაც უფრო მეტად დავაგვიანებთ ჩვენ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, განახლებული ტექნოლოგიების გამოყენებას, მით უარესი ჩვენთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ არსად არ ვაგვიანებთ. მესმის, რომ მნიშვნელოვანია ფიქრი დილემებზე, მნიშვნელოვანია ფიქრი ყველა პროფესიის მიმართულებით, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენება მხოლოდ და მით უფრო არ გამოიყენება პირველ რიგში ჟურნალისტიკაში. ჩვენზე წინ არის მაგალითად სამედიცინო დარგი, ჩვენზე წინ არის ინჟინერია, ძალიან წინ არის ინჟინერია, ჩვენზე აქ ჰუმანიტარული დარგები ჩამოტარდა ალბათონმა ინგმამ, მაგრამ სხვა მიმართულებები გაცილებით უფრო წინ არის წასული და ყველგან გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობები, ანუ უფრო გაფართოებულად მოაზროვნო ხელოვნური ინტელექტი და რა თქმა უნდა არის აუცილებელი მისი სწრაფი ინტეგრირება როგორც მეთოდოლოგიის ნაწილში, ისე ზოგადად პროფესიული უნარების სწავლების ნაწილში. როგორ მართო მოათვინიერო და შენი კეთილი საქმისთვის, შენი პროფესიისთვის სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი, ეს არის ცოდნა, რომელიც უნდა გადაიცემოდეს სწორედ უნივერსიტეტების ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული აყოლა და ანალიზებიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ლინგვისტური მუშაობა, ქართული ენის, იმიტომ რომ უმეტესწილად ხელოვნური ინტელექტის მოდელები არის ენობრივი მოდელები, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ენათმეცნიერების მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებთან. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ქართველი დეველოპერია, რომელიც მაგალითად ჩვენ სწორედ ქართულმა დეველოპერებმა გავიკეთეს თავიდან ბოლომდე AI-ზე დაფუძნებული ის პლატფორმა და ასევე ინტერესია ძალიან მაღალი, ჩვენ ეხლახანს გამოვაცხადეთ კურსი და ჯერ კიდევ გვაქვს მიღება, სადაც სწორედ საფუძვლებს როგორც ფოტოს, ისე ტექსტის, ისე ვიდეოს, ისე აუდიოს დამუშავებით თავაზობთ აუდიტორიას და ძალიან დიდია მოთხოვნა დღეში რამდენიმე განაცხადი და კითხვაა, რომ დარეგისტრირდნენ ამ ონლაინ კურსზე და შეიცვისოთ სხვადასხვა სფეროდან არ არის მხოლოდ ჟურნალისტიკაზე ლაპარაკი და არც არის მხოლოდ ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესი იყო მასწავლებლების მხრიდან და ამან ძალიან გაგვახარა, იმიტომ რომ მასწავლებელი როცა ხვდება, რომ მას ჭირდება უნარებით დაეციოს მის მოსწავლეს, რომ მოსწავლესგან არ იყოს შეცდომაში შეყვანილი და პირიქით ასევე აბსოლუტურად ახალი მეთოდოლოგიით, ახალი მიდგომებით ასწავლოს, გადაცეს ცოდნა, ეს ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა და ისიც რომ ეს განაცხადები, ანუ სურვილები მასწავლებლების მხრიდან არა მხოლოდ ლექტორების, სკოლის მასწავლებლების მხრიდან, იყო საქართველოს სხვადასხვა არის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კი ბატონო, მოკლედ შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ შეუქცევადი პროცესია და ჩვენ და ვემეგობროთ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს. უნდა გავხედნოთ, ხანდახან ამ ტერმინსაც ვიყენებთ ხოლმე. კი ბატონო, ეს მე გავზარდოთ ვიძახი, იმიტომ რომ პერსონალური ჩატბოტი უნდა გაზარდო, რომ შემდგომ რაღაც ჭკვიანური ქართულით და გამართული ქართულით მოგცეს პასუხი და სხვათა შორის ჩემი ჩატბოტი ძალიან გაზრდილია და ძალიან კარგ ტექსტებსაც მიწერს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი სხვა ჩატბოტიც არის, რომელიც ასევე ძალიან ვითარდება, მათ შორის ქართულად კომუნიკაციის თვალსაზრისით. ვახსენე კიდეც, რომ ეს უმეტესად არის კომუნიკაცია და ეს არის სწორედ მასობრივი კომუნიკაციის სასწავლებელი რამ და ძალიან მნიშვნელოვანია მიხარია კიდევ ერთხელ, რომ ამ გადაცემას ახლა თქვენთან მონაწილეობ და ვატარებ. დიდი მადლობა ესეთი ტიპის თემების შეთავაზებისთვის აუდიტორიისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ მუდმივად სიახლეებზე ხართ ორიენტირებული და თქვენი იმედი შეიძლება რომ გქონდეთ ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მედიაში ბევრი პრობლემა და სასაუბროც ბევრია, მე
ქალბატონი ინგასანაც საუბრობდი წინა სტუმართან, თუმცა ესეთი თემები, რომელიც არის ჩვენი დღევანდელობა და უნდა აუწყოთ ფეხი, აუცილებელია რომ ვისაუბროთ ამაზეც და სიახლეები უთხრათ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მე მაყურებელს შევახსენებ, ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გვემშვიდობების სტუმარს გადაცემის ბოლოს მოახლოებული აღდგომა უნდა მოგილოცოთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, როგორც ქრისტეს მსხვერპლი იძლევა ახალ იმედს სამყაროში, ასე დგამს ნაბიჯებს ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული და ტკივილიანია მათი გზა. ძლიერებისგან დაჩაგრულები უნდა გრძნობდნენ იმ იმედს, რომ მათი ტანჯვა, როგორც ქრისტეს ტანჯვა, აღდგომაში გადაიქცევა რაღაც დროში. ქრისტე თავისი მსხვერპლითა და ტანჯვით გვასწავლის, რომ მხოლოდ მაშინ დავინახავთ მის სინათლეს, როდესაც უსამართლობას დავთრგუნავთ. მარტო მაშინ, როდესაც დავისახავთ ახალ გზებს უსამართლობის გადასალახად, როდესაც საზოგადოება გაერთიანდება და უარს იტყვის შიშზე, ძალადობაზე და სიძულვეზე. აი მხოლოდ მაშინ განვიცდით ქრისტეს შინაგან თავისუფლებას. სანამ ჩვენ არ დავინახავთ, რომ სამყაროში უსამართლობას აქვს დასასრული, ვერ დავინახავთ ქრისტეს. აი ეს ტექსტიც ხელოვნურმა ინტელექტმა დამიწერა. ძნელია ნაკლი უპოვო და პათოსი არ გავიზიარო. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველას, ვისაც ძლიერები ჩაგრავენ. მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.